Am წუთებში პარლამენტში ბიუროს ხდომა მიმდინარეობს. დეპუტატები საერთაშორისო მისიებში კვოტების გადანაწილებაზე მსჯელობენ. ქუთაისიდან პირდაპირ ეთერში ნოდარ ჩაჩუას ჩავრთავთ, რომელიც უფრო დეტალურად ისაუბრებს განსახილველ საკითხებზე. ნოდარ, თუ არის შენთვის ცნობილი კიდევ რა თემებზე გამახვილდება ყურადღება? ბიუროს ხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს, იგი დაახლოებით 1 საათია, რაც დაიწყო მედიის წარმომადგენლებსა და მედიის წარმომადგენლებს და გადამღებ კამერებს მხოლოდ იმის შესაძლებლობა ჰქონდათ პროტოკოლული კადრები გადაიღოთ და ასევე პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვა გადაიღოთ იმ დღის წესრიგთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით დღეს ბიურო იმუშავებს. დღევანდელ ბიუროს ხდომაზე რამდენიმე საორგანიზაციო საკითხი განიხილება, მათ შორის ბიუროს წევრები განიხილავენ საერთაშორისო მისიებში დეპუტაციის წარმომადგენლობას და ასევე კვოტებს თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას ამა თუ იმ საერთაშორისო კონფერენციაში თუ მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრაში. გარდა ამისა, დღევანდელ ბიუროს ხდომაზე შეაჯამებენ გასული კვირის საკომიტეტო მუშაობის შედეგებს და ასევე მათგან უკვე დასკვნით მიღებულ საკითხებს ჩასვავენ მომავალი კვირის სასესიო დღის წესრიგში. ბიუროს ხდომა ეძღვნება რამოდენიმე საკანონმდებლო ინიციატივის საკითხის განხილვას, ასევე არის საორგანიზაციო საკითხები და გვექნება ასევე ინფორმაციები კომიტეტების თავმჯდომარეების მხრიდან აკვირაში დაგეგმილი საქმიანობის შესახებ, ვინაიდან მოგეხსენებდა ეს კვირა ეთმობა საკომიტეტო მუშაობას და შეხვედრებს ამორჩევლებთან. იმისათვის რომ მომავალ კვირაში პლენარულ სხდომებზე ჩვენ გვქონდეს საკითხები საფრანგეთთან მომზადებული, ამ კვირაში მოგიწევს მუშაობა. დღევანდელ ბიუროს ხდომაზე ასევე შემოსულია ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის მიერ ინიციატივა, რომლის მიხედვითაც უმცირესობა ითხოვს საგამოძიებო და დროებით კომისიების თავმჯდომარეებად დამტკიცებული იქნეს სწორედ უმცირესობის წარმომადგენლები, ხოლო კვოტების რაოდენობა ისე იქნას გადანაწილებული თავად კომისიებში, რომ გადამწყვეტი უმრავლესი ხმა ჰქონდეს უმცირესობის წარმომადგენლებს. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები აქვს უმრავლესობის წევრებს, როგორც ისინი აცხადებენ, მსგავსი პრეცედენტი ჯერ არ არსებობს და სავარაუდოდ ისინი ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ. ასევე დღევანდელ ხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკატერინე ბესელიძე გაიტანს ინიციატივას შეწყალებასთან დაკავშირებით, თუმცა კონკრეტულად რამდენი ადამიანი იქნება შეწყალებული და რა ტიპის, რა კატეგორიის დანაშაულებს შეეხება, ეს ჯერჯერობით უცნობია. ამასთან დაკავშირებით თუ კიდეს ბიურო ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ მთელი კვირის განმავლობაში კომიტეტები იმჯერებენ და სწორედ მერე ჩამოყალიბება დღესვე ასევე შესაძლოა დამტკიცდეს მომავალი საკომიტეტო კვირის განსახილველ საკითხთა შორის სახალხო დამცველის შესაძლო კანდიდატურა და მომავალ კვირას უკვე გაიმართოს საკომიტეტო კონსულტაციები სახალხო დამცველის შესაძლო კანდიდატთან დაკავშირებით. Საუბარი იმისა, რომ ამინისტირებული უნდა იყოს რეალურად ესე დანაშაულებებზე მჟავდებული პირები, რომელთა საზოგადოებაში დაბრუნება საფრთხე-შემცველი არ არის. ციხეები გადატვირთულია, ტევა არ არის, პატიმრებს უბრალოდ ვერ ძინავ და მორიგეობით იძინებენ, უმძიმესი ვითარება ციხეებში, ამიტომ საჭიროა სხვადასხვა მექანიზმით მოხდეს იმ ადამიანთა გათავისუფლება საპატიმროებიდან, რომლებიც უნდა დაუბრუნდეს საზოგადოებას. 9 წლის განმავლობაში დღევანდელი უმცირესობა იყო ხელისუფლებაში და თუ ეს დასახვეწი იყო და რეგლამენტში ესენი გასათვალისწინებელი, სრული შესაძლებლობა ჰქონდათ ამის. მე ვფიქრობ, რომ ბიუროზე თუ ესეთ საკითხი დადგება, რა თქმა უნდა, ვიმჟელებთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ. არა ისე როგორც დავუშვათ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს უნდათ, არამედ ისე როგორც მიგვაჩნია, რომ უფრო კარგი იქნება საქმისათვის. დღესვე ასევე ბიუროს ხდომაზე შემოსულია საორგანიზაციო კომისიისაგან განცხადება. ეს არის დეპუტატ გიორგი გოზალიშვილის განცხადება და იგი ამ განცხადების მიხედვით საორგანიზაციო კომიტეტს აცნობებს, რომ იგი ტოვებს ფრაქცია ნაციონალურ მოძრაობას და აწვდის ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი რეგისტრირდება როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვეცადეთ უმრავლესობის კომენტარები ჩაგვეწერა, თუმცა ჯერჯერობით უმრავლესობა ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში პარლამენტში თავად დეპუტატ გოზალიშვილსაც ვეძებთ და გავიგოთ თუ რა მიაღებინა ეს გადაწყვეტილება და რატომ დატოვა ამ ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა და აპირებს თუ არა გაწევრიანდეს იგი ფრაქცია ქართულ ოცნებაში თუ იგი დარჩება როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები. ჩვენ რაიმე დამატებითი დეტალის გარკვევის შემთხვევაში უახლოეს დეტალებს შემოგთავაზებთ. დიდი მადლობა ნოდარ, ეს იყო ნოდარ ჩაჩუა ქუთაისიდან.